მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ერთი რამ მოგიყვეთ ახლა. 2 დღეს წინ შემდგარ ახალი შემოასახლენ პალესტინელი არაბი არის. ანუ და რო უთხარი ქართველი ვარ თქვა. ბიჯო, ქართული სიტყვა იცოდა, ნუ რაღაც 1-2 სიტყვები იცის ქართულიდან, ნუ ახლა მე ახლა რო შევეკითხოთ რა ენაზე ელაპარაკები, ველაპარაკები ტრანსლეითით და ველაპარაკები მეგობარი მყავს არაბული ცოდნე და მქონდა რა საუბრები და მე მითხრა რომ აი საქართველოსდან მიგზავნიან ფულსო, ჩემი მეგობარი არაბებიო, ვინც საქართველოში ცხოვრობენ, ისინი მიგზავნიან მეო ფულსო. და იქიდან ვიციო ეს ქართული სიტყვებიო, იმიტომ რომ მილიონერი მეგობრები მყავს, რომლებიც არიან საქართველოში და ფულს შოულობენო და ახლა მინდა ქართველო, ავიცი, ახლა ვინც ისმენთ ამას და განსაკუთრებულად მინდა ქართული ოცნების მომხრეებს უთხრათ, აი ომი არ გვინდაო, გეტყვით რომ მალე გექნებათ ომი, ოღონ უკვე არა რუსებთან, არამედ არაბებთან გექნებათ პატარა ხანში, იმიტომ რომ ერთი რამ მითხრა კიდევ რა ახლა ამ ბოლო დროს ამ ჩემ ქართულ იმასო საქართველოს ყობ არაბსო მოუჭიდაო მეორე არაბულ კლანთან მოუვიდა იო დავაო აი უკვე ინდონეზია მისული სიტუაცია არაბები საქართველოს ვერ იყოფენ და შიგნით უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აქვენ ერთმანეთთან კონფლიქტები აი ამ დონეზია მისული ხალხო რო იცოდეთ რა ფიცავარ ადამიანებს თუ დამიჯერეთ აი გუში მესაუბრა ეს არაბმა რომელიც არის აქ ჩამოსული და არის ჩაბარებული და გძინავ ჩემ გვერდში აი ასეთი სიტუაცია ამ წუთას საქართველოში რომ არაბებმა უკვე ერთმანეთი კონფლიქტები აქვენ ვერ იყოფენ საქართველოს ბიზნესს არა ქართველთან კი არა უკვე კონფლიქტი ეგენ უკვე დედა მოუტყდა ამას უყოლას ერთმანეთში აქვენ უკვე კონფლიქტები და ამას ხელს უწყობს ქართული ხელისუფლება. არ ვიცი ახლა ომიშიში თუ რაიშიში დარიგებთ ხმას, მაგრამ არაბები მოგიტყნავთ პატრონს. არ გექნებათ მაგ ქვეყანა პატარა ხანში რა. დამიჯერეთ. გეუნებით, გიყობით 100%-იანს არ ვიცი, აცი თქვენ მიიგეთ ქართული ოცნების მომხრეებო გადაწყვეტილება და რა მნიშვნელობა აქვს რუსი მოგიტყავს პატრონს თუ არაბი? მაგას არ ვიცი ახლა, მაგას თუ მნიშვნელობას ანიჭებთ? კი ბატონო, მიანიჭეთ მნიშვნელობა. არის რთული სიტუაცია.